სინოპტიკოსები დღეიდან ამინდის გაუარესებას ელოდებიან. მათი განცხადებით აერის ტემპერატურა ღამით 7 გრადუსამდე დაეცემა და დაბალი ტემპერატურა 2 დღის მანძილზე შენარჩუნდება. სანაპირო ზოლში ინტენსიური წვიმა ან ნავარაუდევი ელჭექით. სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსულ ცივ მასებს უკავშირებენ. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას ტერიტორიაზე აერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და ღამით თოვლ-ჭყაბია მოსალოდნელი. ცუდი ამინდი მთიან რაიონებში 31 მარტამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების თქმით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ზღვაში 6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით როგორც იახტ-კლუბის, ისე მაღალმთიანეთის ტერიტორიაზე სამსახური მობილიზებულია. მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის ქარი, განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში სიჩქარე ექნება. ასევე ინტენსიური წვიმას ველოდებით სანაპირო ზოლში უშუალოდ, ხოლო შიგამთიან და მთიან რაიონებში, ვინაიდან ძალიან ცივი ატმოსფერული მასები შემოდის, ველოდებით ნალექს შიგამთიან რაიონში, მაღალმთაში თოვას, ამასთან ძლიერს. ტალღის სიმაღლე იქნება დაახლოებით 5-6 ბალი. შემდეგ ქარის სიჩქარე იქნება 15-20 მეტრი წამში, დაქროლვა ზოგჯერ იქნება 25 მეტრი წამამდე. ჩვენი სამაშველო სამსახური არის მობილიზებული სრულიად. ჩვენ დაქვემდებარებაში ყოფილი იახტ-კლუბი, აგრეთ წოდებული, არის ყველასათვის, ყველა მცხოვრების საშუალებისათვის ღია. ჩვენი სამაშველო რეგიონები ყველა არის მობილიზებული, გაფრთხილებული და იმ შემთხვევაში თუ რამე იქნება საჭირო და გამოძახება, რეაგირება მოხდება თავის დროზე.